თბილისთან ძალიან ახლოს გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა, რომელიც ძალიან იოლად მისასვლელია, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი, არ ვიცი რის გამო, ალბათ აქვს თავის მიზეზი. ეს არის ჭერმის კლდეები. ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, რომელიც თავის დროზე წითელ წიგნშიც იყო შეტანილი. პრინციპში ვერაც ვინახავს ამ თემატიკის შესახებ არსებული ლიტერატურა ყველგან არის მოხსენიებული. იოლად მისასვლელია. მონახავი მოყავთ ავტომობილით. შემდეგ უკვე ძალიან მცირე მანძილი სამავრო დაგჩნდება ფეხით. აზრიდან მე ძალიან იოლად ამოხვალთ ბილიკიც კი მოწყობილი. უშუალოდ ჭერმის კლდეების მთავარ ღირსშესანიშნაობამ. თან ყველაფერთან ერთად ძალიან ლამაზი ხედი იშლება აქედან ჯვრის მონასტრის, ტყის ხეობის, ზედაზნის მონასტრის, საგურა მოიარნოს ქედის, ცხეთის მიმართულებით. საფრთხურებიც გამოუჭრიათ საფრთხოთა ადგილებისთვის. კიბეცანი მოწყობილი. ზუსტად იმ ადგილს არ ემთხვევა, სადაც რუკაზეა მონიშნული, თავარი, რა თქმა უნდა, მთლიანად ეს გაგრძელება ჭერმის კლდეების სახელით შეგვიძლია მოვიხსენიო. კლდე. მაგრამ კონკრეტულად ის თავარი ღირსშესანიშნაობა ამ კლდეების ყველაზე გამორჩეული ფორმა ერთ-ერთი ეს თაღი ცოტა სხვა ადგილას არის მონიშნული, ზუსტად მონასტრის თავზე. გარდა ამისა, აქვე არის რამდენიმე ღრმა ჩაღრმავება. ზოგში წყალია დაგროვილი. ეს ჩაღრმავებები არც ერთი არ გავს ერთმანეთს. ყველა თავისებურად უნიკალურია. მათი დიამეტრი ზოგ შემთხვევაში მეტრ-ნახევარსაც კი აღწევს. ეს ადგილი აგებულია ოლიგოცენ-მიოცენის პერიოდის არქეოლოგიური ქვიშაქვებით და შემდეგ უკვე ათასობით წლის განმავლობაში ქარის წვიმის და სხვა გარეგანი ფაქტორების შედეგად წარმოიქმნა ესეთი გამორჩეული საინტერესო ფორმები. თავად პროცესი საკმაოდ მარტივია. ქარი და წვიმა განუწყვეტლივ ზემოქმედებს კლდეებზე. ეს მუდმივი შეტევა განუწყვეტლივ აცლის ქვიშის პაწაწინა ნაწილაკებს. ქარსა და წყალს ეს პაწაწინა ნაწილაკები უბრალოდ მიაქვს. ახლა კი წარმოიდგინეთ ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში და შესაბამისად ვიღებთ ესეთ საინტერესო გამორჩეულ ბუნებრივ ფორმებს. მოცემული თაღის სიგანე 3 მეტრამდე, მისი სიმაღლე კი 2 მეტრს აჭარბებს, ხოლო თავად თაღის სისქე 1 მეტრამდე. ჭერმის კლდეები ფსევდოკარსტისა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ეს მართლა ჩვენი ქვეყნის გეოლოგიური საგანძურია, რომელსაც მოფრთხილება ჭირდება. მისი მაღალი სამეცნიერო ღირებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გარკვეულ არეალს მაინც მიენიჭოს დაცული ტერიტორიის სტატუსი, რათა იგი შემოვნახოთ ჩვენს მომავალ თაობებს. ხო, ბოლოს დავფიქრდეთ, რომ თუ ესეთი გამორჩეული ბუნებრივი საოცრება დედაქალაქიდან ესე ახლოს მანძილზე იმყოფება, კიდევ რამდენი ნაკლებად ცნობილი ბუნებრივი შედევრი შეიძლება იყოს ჩვენს გარშემო, რომელსაც ხშირად ისე ჩაუვლით ხოლმე, რომ მის ღირებულებას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენი პროექტი ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გამორჩეული ბუნების მხარდაჭერით და ჩვენი დიდი მონტოვებით. შესაბამისად, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ ხოლმე ვიდეოებს საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ.